მოგესალმებით დანო ძმანო და სხვანო თქვენს წინაშეა Beyond Zero Production. ვიცი რომ ამ ვიდეოს დადება ყველა დაგვიანების საზღვრებს გაცდა და ბევრს აღარც სჭირდება, მაგრამ სადღაც უნდა ამომეშვა ბოლი და მესაუბრა გასული წლის ჩემს საყვარელ ფილმებზე. რეალურად ეს სია 2026-ის დაწყებამდე შევადგინე, მაგრამ ჩაწერამდე და მონტაჟამდე აღლაღა მივაღწიე. სპოილერების არ შეგეშინდეთ, პირიქით უმეტეს შემთხვევაში სიუჟეტზე იმაზე ნაკლებს ვიტყვი, ვიდრე ორ წინადადებიან სინოფსისებშია ხოლმე მოთხრობილი. უფრო ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. სიის დალაგება ძალიან გამიჭირდა, შვიდაჯერ გადავანაცვლე, ვერა და ვერ ჩამოვყალიბდი, მაგრამ რაც არის და დავიწყოთ. Friendship, მეგობრობა, სიის ნაბოლარაა, წესით ათეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სადღაც 2 კვირის წინ ვნახე, ვერსად ვერ წავიღე და აქ ჩავსვი. უცნაურ ნამუშევარია, თუმცა უცნაურზე უფრო არის კონკრეტული ქვეჟანრის წარმომადგენელი, რომელსაც ქვია ესპანური სირცხვილი, ან თანამედროვე სლენგზე cringe. ანუ როცა შენ სირცხვილისგან ცეცხლი გეკიდება და კანში ვერ ეტევი იმის შემყურე თუ რას ჩადის სხვა. თავარ როლებში არიან ტიმ რობინსონი და პოლ როდი, ვისაც სოციალურ ქსელებში ტიმ რობინსონის სკეჩები შეგვხვედრიათ დაახლოებით მიხვდებით თუ რა ჟანრში ვართ. კომედია, ანტიბადი მუვადაც შეიძლება აღვიქვათ. ტრეილერიდან ვიღაცა შეიძლება მოიჩვენოს რომ ფილმი გეი ურთიერთობაზეა, მაგრამ საერთოდ არა. მთელი ამბის არსი არის იმის ჩვენება თუ სად გადის ზღვარი სიქრინჯესა და პასივ-აგრესიულ ფსიქოპატობას შორის. ყველაზე ახლო მაგალითები, რაც მახსენდება, არის 2014 წლის ინდი ნამუშევარი Creep, ასევე 2021-ის All My Friends Hate Me, ყველა ჩემ მეგობარს ვძულვარ და ჯიმ ქერის კაბელის ხელოსანი. იმ განსხვავებით, რომ ეს ბევრად უფრო კომიკურია და რამდენიმე სცენა ჩასაბჟირებელი. I'm not scared of you. I bought a van today. თუქსმენიათ ფრაზა გაარყვნილი ევროპა, ხოლო მნიშვნელობას ვერ მიმხვდარხართ, მაშინ Split Wheel ზუსტად თქვენთვისა. ორი ცოლქმნის მეგობრობის ისტორია, რომელიც არის სასიყვარულო 3 კუთხეზე, სასიყვარულო 4 კუთხეზე, 5 კუთხეზე, ტრაპეციაზე, პარალელეპიპედზე და მთელს სასიყვარულო გეომეტრიაზე. ქართულად ფილმი ზოგიერთმა საიტმა თარგმნა როგორც სასიყვარულო 4 კუთხედი, რაც რა თქმა უნდა არასწორია. თუ პოეტურ ნახევრად ზუსტ თარგმანზე მიდგება საქმე, მე ვთარგმნიდი როგორც ქორწინების მიწურულს. ფილმი ცდება ტრადიციულ ქართულ და არ მხოლოდ ქართულ მორალურ ჩარჩოებს და თუ თქვენი მორალური კრედო არ მოგცემთ ამის ნახვის საშუალებას, თქვენივე დანაგარგია. ნამუშევრის შექმნის ამბავი ცოტა უხუნჯობა, ამ საკმაოდ თამამი ფილმის გადასაღებად, რეჟისორი მიქელანჯელო კოვინო ადგა ქალის მთავარ როლებში მოიწვია დაკოტა ჯონსონი და ედრია არხონა, ხოლო მათი ქმრებიდან ერთ-ერთად კი ათამაშა საკუთარ თავი. ერთი ამოსუნთქვით სიცილ-სიცილით სანახავი რამაა, ამასთან თუ უფრო სერიოზული სექსოლოგიურ ფსიქოანალიტიკური ფლანგიდან გასარჩევად გჭირდება ნიმუში, მანდაც იდეალური ვარიანტია. If I had legs, I'd kick you. ფეხები რომ მქონდეს გკრავდი. არ ვიცი რა დააშავა არა ინდიგო პოლიგლოტად დაბადებულმა ქართველმა ახალგაზრდობამ, მაგრამ ფილმი ქართულად არ სცადებს. თან საქმე გვაქვს არა წყალწაღებულ, ქვესკნელიდან ამოთრეულ $2 წვენსაწურთ გადაღებულ ნამუშევართან, არამედ საკმაოდ მრავალ ჯილდო ნანახ სურათთან. თუმცა სიტუაცია ასეთია. ისტორია გვიამბობს ჩვილბავშვიანი დედის პრობლემებზე, ოღონდ აყვანილი მეათე ხარისხში და გაზავებული აბსტრაქტული ჰორორის ელემენტებით. რაღაც მომენტში ამ ქალს თავზე ერთდროულად იმდენი პრობლემა ატყდება, რომ როგორც მას, ისე შენ მაყურებელს თუ ოდნავი ემპათია გაგაჩნია, სული გეხუთება და აღარ შეგიძლია. დარწმუნებული ვარ, ბევრს გქონიათ შემთხვევა, როცა დავუშვათ ხვალამდე 10 რამე ტასკი გაქვს გასაკეთებელი, ვერ ასწრებ და მიუხედავად იმისა, რომ ამ 10-დან 8-ის მოსწრება თავისუფლად შეიძლებოდა, მთელი დღე ამ მოუსწრებლობის შფოთმა წაიღო. აი ამ კონკრეტული შფოთის განცდაში დატყვევება ეს ნამუშევარი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ესეთი ასოციაცია მოიტანა. სუბთა 24-ია და ამ სტუდიის ყველაზე დამტყვეული ფილმი Under the Silver Lake რო აიღო, უცნაურობას სადღაც 60%-მდე ჩამოუწიო და ცოტა არანოვსკის დედას მარელი მოაყარო, სადღაც მანდ. სხვათა შორის კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა 2025-ში მსგავს თემატიკაზე, მოკვდი ჩემოსიყვარულო, რომელიც კონკრეტულად პოსტპარტუმ დეპრესიაზე იყო. თუმცა ფეხები რომ მქონდეს გკრავდი ერთი თავით უკეთესია და პატინსონისა და ჯენიფერ ლოურენსის დუეტისადმი სიმპათიის მიუხედავად მათ ნაშრომს სრულიად ჩრდილავს. ფილმს აქვს ჩემთვის წლის საუკეთესო გამხსნელი სცენა დაახლოებით 7 წუთიანი ეპიზოდია და მერე იწყება ტიტრები. გამოშტერებული უყურებ და იწყებ თეორიზაციას თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ყველაფერი. შესრულებასაც რომ შევეხო და გენდერები გავაერთიანო, ჩემი გადმოსახედიდან როზ ბირნი არის წლის ოქროს მედალოსანი მსახიობი. ბერლინის ფესტივალის ჯილდო მოიგო ოქროს გლობუსით და კიდევ მეტს იმსახურებდა. ბონუსად ისაპროგისაც შეხვდებით მსახიობის ამპლუაში და ჩემ და სამწუხაროდ მის წლევანდელ ალბომსაც გაცილებით ჯობია ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ
ეს უკანასკნელი 50 წუთით უფრო გრძელია ვიდრე Don't Be Dumb. ერთ-ერთი ასაც დავამატებ არის მცირე გაფრთხილება, რომ ჩვილბავშვიან დედებს, ორსულ ქალბატონებს და დაგეგმარების პროცესში მყოფ წყვილებს მაინდა-მაინც ვერ ვურჩევ ამის ნახვას. ცოტა წამლის ანოტაციისებით გამოვიდა, მაგრამ არ აუშავს. სამთლიანი ლოდინის შემდეგ კინემატოგრაფში როგორც იქნა დაიბადა პირველი კარგი ფილმი COVID-ის პანდემიაზე. ვიღაც სიტყვის სამყაროთა ომების ხომ გამოვიდა, მაგრამ ეგეთებისთვის ცალკე ადგილია Google-ის ბუდეს მიმდებარე ტერიტორიებზე. წინა ვიდეოში აღნიშნე, რომ 3 დიდი ფილმი გამოვიდა, რომელიც შეიძლება აღვიქვათ როგორც სოციალური კომენტარი თანამედროვე ამერიკაზე. ესენია ბუგონია, ბრძოლა ბრძოლის შემდეგ და ედინგტონი. ჩემთვის საუკეთესო დარჩა ედინგტონი, რადგან ერთის მხრივ ყველაზე ფართოდ ხატავს სიგიჟის მასშტაბებს და მეორეს მხრივ ინარჩუნებს რეჟისორის სიტუაციისადმი დამოკიდებულების ბალანსს და არა ნეიტრალიტეტს. არანაირად არ ვთვლი, რომ ხელოვნების ნიმუში პოლიტ-ნეიტრალური უნდა იყოს. უბრალოდ პოლ ტომას ანდერსონთან მაქვს პრეტენზიები, მაგრამ ამასთან ბრძოლა ბრძოლის შემდეგის კრიტიკის მატარებაც დაჯდომა ისევ და ისევ მეზარება. რაც უფრო დაკვირვებით ადევნებდით თვალს თუნდაც მიმების დონეზე ბოლო 10 წლის მოვლენებს, განსაკუთრებით ამერიკაში, მით უფრო გაგისტორდება ედინგტონი. ყველაფერზე აქ მინიშნება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა, BLM მოძრაობა, ანტიფა, პირბადიანთა და უპირბადოთა ომი და აშშ. მაგრამ სიუჟეტი არ კმაყოფილდება იმით, რაც მოხდა. მიდის კიდევ უფრო შორს და გვიჩვენებს თუ სადამდე შეიძლებოდა შეგვეტობა ეს ყველაფერი დროზე რომ არ დასრულებულიყო. სწორედ მესამე აქტმა, რომელიც ფილმს გარდაქმნის what if ჟანრის მისტიურ თრილერად, განაპირობა მისი ადგილი ამ სიაში. არი ასტერიკი წარმატებით აგრძელებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, როგორც უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი სარეჟისორო ძალა. ბოს ეშინიეს გამოკლებით, რა თქმა უნდა. მოკლედ არი ასტერი ხდება ის, რაც ჩემდა სამწუხაროდ ვერ გახდა ჯორდან პილი, რომლის შემოქმედებაც დაღმავალი ტრაექტორიით მიემართება. და არ მაინტერესებს აზიის მადიდებელთა კულტი, რომელმაც შეეძლო ნამუშევარში 30 სხვადასხვა რეფერენსის დაჭერა, მარტო რეფერენსები არაა ფილმი. დიდებული ელეანორი გახლავთ სიის ყველაზე არაპოპულარული წარმომადგენელი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ დაიკიდა მთელმა სამყარომ, განსაკუთრებით კანის ფესტივალმა. გახლავთ სკარლეტ იოჰანსონის სარეჟისორო დებიუტი და კი შეიძლება სიუჟეტის მომენტებზე გამოკიდება, რომ მესამე აქტი ცოტა კლიშე სტრუქტურისაა, ასევე თქმა რომ ეს არა არც საუკეთესო მონტაჟი ან აქამდე თვალით უხილავი ოპერატორის ნამუშევარი, მაგრამ ხელოვნება სუბიექტურია, დამოკიდებულია თუ კონკრეტულად შენ რამდენად გეხება და შეხებას თუ გავყვებით, ვიტყვი რომ ფილმმა გზის სატკეპნით გადამიარა. დიდებული ელეანორი გვიამბობს ერთი წაკლაი ნამოსწრებული ებრაელი ბებრუხანის ცხოვრების შესახებ და არის თბილი ამავდროულად კი ტკბილმწარე ტრაგიკული მოვლენებით სავსე ისტორია. არი ტირო ჩელენჯისთვის მშვენიერი კანდიდატია, მე რამდენჯერმე წავაგე. ამასთან ეს არის ფილმი ჰოლოკოსტზე. ოღონდ არა როგორც შინდლერის სია, მაგალითად 2024-ში გამოვიდა Real Pain, რომელიც იყო ცოტა სხვა თვალით დანახული ჰოლოკოსტი. არა თვითონ ჰოლოკოსტი, არამედ თუ როგორ შეიძლება გადაიღოს რეჟისორმა ფილმი ჰოლოკოსტზე. დიდებულ ელეანორში კიდევ უფრო უნიკალური გზაა ნაჩვენები. არსად დასპოილერდეთ, რადგან რასაც აკეთებს ელეონორი შოკის მომგვრელია და გაუგნებული ვიყავი თუ ვის მოაფიქრდა ეს მიგნება. ორივე ქალბატონის ელეანორის და მისი მეგობრის ბესის შემსრულებელი მსახიობები ბრწყინვალედ ართმევენ თავს როლს. ის მოკლე მონაკვეთები, სადაც ბესის პერსონაჟის გახსნა ხდება, იყო სამსახიობო ტრიუმფი, ამიტომ რიტა ზოჰარის შესრულებას უფრო მაღლა დავაყენებდი. თავი მინუსი კი არის ის, რომ ბესის ტრაგედია, ანუ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟის ტრაგედია, ბოლომდე და საკმარისად არაა გაშლილი. ანიმაციის გარეშე არ დაგტოვებდით 2025 წელს გამოვიდა ფილმი, რომელიც აგრძელებს ანიმე ადამიანი ბენზო ხერხის პირველ სეზონს და როგორც ჩემი, ისე უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. გარდა ოსკარის სირცხვილია, რომ Chainsaw Man საუკეთესო ანიმაციის ნომინაციაზეც კი არ წარადგინეს. აქ უნდა ვახსენოთ თუ რამდენად იშვიათია კარგი ანიმე ფილმი, რომელიც ამავდროულად ნაწილია ანიმე სერიალის. უმეტესად ხდება ორი ვარიანტი. პირველი, როცა ფილმი ალტერნატიულ ან ანიმე ენაზე რომ ვთქვათ, არაკანონიკურ ისტორიას გვიამბობს, რომელიც გინახავს გინდა რა, ასეთია ნარუტოს 11 ფილმიდან 10. მეორე ვარიანტია, როცა კომპანია სანამ შემდეგ სეზონს გამოუშვებს, ამ სეზონის პირველ რამდენიმე სერიას შეკრებს, ფილმად დააედიტებს, ერთ-ორ ექსკლუზიურ სცენას დაამატებს და კინოთეატრებს მიასაღებს. უახლეს მაგალითია Demon Slayer-ის ფილმი, რომელიც წარმოადგენს მეორე სეზონის პირველი 7 სერიის კოლაჟს. ხოლო შემთხვევები, როცა ანიმეზე იღებენ ფილმს, რომელიც თვისობრივად ერწყმის ისტორიის დინებას და ამავდროულად წარმოადგენს დამოუკიდებელ შეკრულ კომპოზიციას, იშვიათი და უცხოხილია.
სწორედ ესეთი ნიმუშია Chainsaw Man Reese Arc. აქ სპოილერები ზედმეტია, ვინც არ იცით, ჯერ პირველი სეზონი უნდა ნახოთ მაინც, ხოლო ვისაც პირველი სეზონი ნანახი გაქვთ, ჩემი ბიძგი არ გჭირდებათ. ცოდვილები გახლავთ ლიდერი ნომინაციაში წლის კინოთეატრი. როგორც იქამდე იყო ანორა, ის არის ცოდვილები ფილმი, რომელიც გაძლევს ყველაფერს, რაც კინოთეატრში მისვლით უნდა მიიღო. გარკვეული საზოგადოებისგან ოდნავ გადაჭარბებული რეაქციაც მოყვა კინოსურათს, რომ ეს არის ახალი სიტყვა კინემატოგრაფში, რამაც ცოტა ნეგატივი აღმიზრა, მაგრამ ცოდვილები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი სიტყვა ჰორორში. როგორც Get Out გახდა დიდი მოვლენა, რადგან კრავთა დუმილიდან Get Out-მდე 30 წლის განმავლობაში ოსკარებზე ჰორორის ჭაჭანება არ ყოფილა, მე-6 გრძნობა და შავი გედი მაინდა-მაინც ჰორორი არაა. სწორედ ამ მოვლენის გაგრძელებაა ცოდვილები, რომელიც აშკარად საშინელებათა ფილმია, საერთოდ თუ ჰორორი კარგია, ეგრევე თრილერად გადაუკეთებენ ხოლმე ჟანრს, რაზეც გიზიანდები. ანუ ფაქტი, რომ მაღალბიუჯეტიანმა საშინელებათა ფილმმა გაამართლა და კომერციული მოგება ნახა წელს, როდესაც ყველაფერი ჩავარდა ნეჟას გარდა, როგორც ჟანრის მოყვარულს მაბედნიერებს. რადგან მეძლევა იმედი, რომ კიდევ გაბედავენ მსგავსი ნამუშევრების გადაღებას. ხო, ისე ნეჟა არსად მიხსენებია, პირველიც და მეორეც კარგი ანიმაციებია და თავისუფლად შეგიძლიათ უჩვენოთ 2-დან 80 წლამდე ბავშვებს. ცოდვილები ამასთან არის ფილმი, რომელზეც მივიდა ის ხალხიც კი, ვინც საშინელებათა ჟანრს ხშირად თავს არიდებს. ერთის მხრივ ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ერთ ეკრანზე 2 მაიკლ ბი ჯორდანის ნახვის შანსი აქამდე ლეგალური სირუხის მქონე საიტების გარდა არსად იყო. და ისიც მიხარია, რომ რუსთავი 2-ის ფანტასმაგორიული წინასწარმეტყველება ახთა და კალათბურთის ლეგენდამ დიკაპრიოსა და ტიმოთე შალამეს ოსკარი თავზე გადაატენა. სტივი გახლავთ მცირე საფესტივალო ნამუშევარი, რომელიც კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა დაიწუნა. მთავარი არგუმენტი კი იყო, რომ სიუჟეტი არ იკვრება და არც ერთი ამბავი ბოლომდე არ მიდის. რაც სულელური კრიტიკაა, რადგან ისტორია არც უნდა იკვრებოდეს. ფილმი ხდება ერთ დღეში, 24 საათში და არსი არის ის, რომ ეს დღე მუდმივაა, რომ ყოველი მომდევნო დღე იქნება იგივე, ოდნავი სახეცვლილებით. სიუჟეტი რომ გითხრათ, კილიან მერფი თამაშობს პროტაგონისტს და არის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, მენეჯერი. ხოლო სკოლა გვაქვს კონფლიქტური დაჭერის ზღვარზე მყოფი არასრულწლოვანი ბავშვებისთვის. ანუ მთლად ორგანულად გამოსასწორებელი დაწესებულება არა. სკოლის ფუნქციაა, რომ როგორმე მოახდინოს ამ ბავშვების რეფორმირება, დააყენოს სწორ გზაზე, რომ ციხეში ან 6 ფუტი თქვევით არ აღმოჩნდნენ. რეჟისორი არ გტენის ემპათიას. პირიქით, ყველა გეზიზღება. ბავშვები აუტანლები არიან, მოდიან ჟურნალისტები, რომელთაც უნდათ ყველაფერი გააშავონ და მარტო ნეგატიური მხარე გადაიღონ, რადგან ასე რეპორტაჟი უფრო პოპულარული გამოვა. ფლობელს უნდა რომ სკოლა დახუროს, ასევე მოდის ვიღაცა სამინისტროდან მაღალჩინოსანი, რომელიც ეგრევე არ მოგწონს და ერთადერთი ვინც არ გეზიზღება არიან მასწავლებლები, რომელთაც ადამანტიუმის მენტალური გამძლეობა ჭირდებათ აქ საარსებოდ. ხელფასებით საწოდავი აქვთ და ერთადერთი რაც აქ აჩერებთ არის შინაგანი ძალა, სიყვარული, რომ უნდათ ეს საქმე აკეთონ და მორჩა. შფოთი, ქაოსი, სტრესი, დეპრესია, უიმედობა, მრისხანება, ყველაფერი ერთმანეთში აზელილი. და არის მუდმივი ემოციური ექშენი. სულ დაჭიმული ხარ და ელოდები, რომ რაღაც მოხდება და რაღაც ყოველთვის ხდება. და ბონუსად დასასრული, არა, მაინდა-მაინც ბოლო 2 წამიანი სცენა, არამედ მთელი ბოლო 10 წუთიანი ეპიზოდი კიდე ცალკე სიურპრიზია. მეტი რანაირად მოვყიდოთ სტივი, არ ვიცი. მესამე ადგილზეა Sorry Baby, ბოდიში პატარავ. საკმაოდ დამთრგუნველი დრამა, აქ საუბარი სპოილერების გარეშე თითქმის შეუძლებელია, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ ისტორია არის გოგოზე, რომელსაც რაღაც ტრაგედია აქვს გადატანილი და მასზე საუბარი არ სურს. თუ როგორაა გადაღებული სცენა, სადაც ნაჩვენებია მოვლენა, რაც პროტაგონისტს გადახდა, საკმარისია მიხვდე რამხელა განსხვავება გენიალურ რეჟისურასა და ყველაფერ დანარჩენს შორის. ფილმში ძალიან პატარა როლით გვევლინება ჯონ კეროლ ლინჩი, რომელიც დროის სიმცირის მიუხედავად მაყურებლის ყურადღებას სრულიად ითვისებს. სანამ ჯონ კეროლის პერსონაჟს შეხვდება პროტაგონისტი, რეჟისორი პარალელური მონტაჟის, უფრო პარალელური აუდიო მონტაჟის საშუალებით გვიჩვენებს კადრებს, რომელიც ფსიქოლოგიური სიგიჟეა. ვიცი ძალიან ბუნდოვნად მიწევს საუბარი, მაგრამ მინდა სიუჟეტის იდუმალებას მოუფრთხილდე. მოკლედ მძიმე არაპათეტიკური დრამის ნახვა როცა დაგჭირდებათ, ეწვიეთ. მატარებლის ოცნებები არის ნამუშევარი, რომელზეც საათობით შემიძლია ვისაუბრო, ოღონდ თან ხალხს უნდა უჭირდე, რომ მამაკაცური ეგო არ შემერყეს.
დაიქნება სისხლი რომ ავიღოთ, ჩემი უსაყვარლეს ფილმია მინიმუმ ამ საუკუნის ტოპ 10-ში, ასე რომ ტომას ანდერსონს მაინდამაინც არ ვემტერები. მოკლედ დაიქნება სისხლი რომ გადავიღოთ, თუმცა არა დენიელ დეი-ლუისის, არამედ იქ მყოფი რიგითი მუშაკის პერსპექტივიდან. დგება ინდუსტრიული რევოლუცია და პროტაგონისტს უწევს ამასთან თანაცხოვრება, ადაპტაცია. თავი პერსონაჟი არის რიგითი ადამიანი, მეტყევე, რომელიც თანამედროვე მეზღვაურის ცხოვრებით ცხოვრობს, 6-7 თვით მიდის საშოვარზე, ფულს აგროვებს და ჩამოდის ოჯახთან. ამის შემდეგ ისევ მიდის და ესაა სიუჟეტური ციკლი. ახლა ვისაუბროთ უფრო ემოციურად. სიტყვებით ვერ აღვწე რამხელა სითბოთია გადმოცემული პროტაგონისტის და მისი ცოლის ურთიერთობა. ყველა მელოდრამის დედავატირი. როგორ ესიყვარულებიან ერთმანეთს, როგორი მოკრძალებით, სისადავით საუბრობენ, როგორი აბსოლუტურია ურთიერთგაგება. მიწაზე აწყობენ ქვებს და ქმნიან მომავალი სახლის მონახარს. რამდენჯერაც ეს კაცი, რობერტი, მიდის სამსახურში, ფიქრობ არა იმაზე, რომ ბავშვი თითქმის უმამოდ იზრდება, არამედ იმაზე, რომ მამა ბერდება უბავშვოდ. და თან ხვდები რამხელა სიყვარულით უყურებს ამ ოჯახს რეჟისორი, კამერა. კამერა აქ ცალკესფეროა. არ მაინტერესებს ვინ მოიგო საუკეთესო ოპერატორის ნამუშევარი, რადგან სრულიად ყველა ფესტივალის ამ ნომინაციაში უნდა გაემარჯვა მატარებლის ოცნებებს. პირველივე კადრებიდან ხის დაცემის სცენა, აკვირდები კამერის ტრაექტორიას და ხვდები რომ ის ცოცხალია, სუნთქავს, პერსონაჟია. ამ დროს უყურებ ფილმს და ხვდები რომ კითხულობ გაცხადებული სიკვდილის ქრონიკას, რადგან ეს შვენება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და გინდა რომ დააპაუზო, რადგან ყველაფერი თავზე უნდა ჩამოგემსხვრეს და ამას ვერ გადაიტან. ვერც შენ და ვერც მთავარი გმირი. ასე უნიკალური მოვლენაა, რომ ფილმის ყურებისას მიდიხარ შენს ფიქრებში. იწყებ შენს თავზე და ზოგადად ცხოვრებაზე რეფლექსიას ისე, რომ ერთი წამით არ კარგავ ეკრანთან კავშირს. ამ დახარჯული სიტყვების მერე ვიღაცა იკითხავს მაშინ პირველ ადგილზე რატომ არაო. ფილმის ყურების პირველი 50 წუთი ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ბოლო რამდენიმე წელიწადში დაწერილი ჩემი პირველი 10-იანი. საერთოდ 3 აქტად ყოფენ კინონიმუშებს, მაგრამ 4-ად რომ გავყოთ, მესამე ნაწილი ცოტა უფრო სუსტია ვიდრე დანარჩენი. აქ თითქოს გაურკვეველი ხდება რა სითხოს ნარატივი შენგან. მატარებლის ოცნებები ყველაფერთან ერთად არის იმავე სახელწოდების წიგნის ადაპტაცია, მწერალია დენის ჯონსონი, არ მგონია თარგმნილი იყოს, თუმცა სულ რაღაც 100 გვერდია. სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვასწარე წაკითხვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეგეც მაგარი იქნება. თუ ამ სიაში არის ფილმი, რომელიც ყველა ტიპის პიროვნებას მინდა ვურჩიო, ესაა მატარებლის ოცნებები. პირველ ადგილოსანი კი გახლავთ საიდუმლო აგენტი. ოსკარი უცხოური ფილმისთვის სენტიმენტალურმა ღირებულებებმა მოიგო, ეგეც საკმაოდ მომეწონა, ამიტომ მაინდამაინც არ მწყენია თან არც აგენტს დაკლებია ჯილდოები. რა მოცემულობა გვაქვს ფილმში? მთავარი გმირი მარსელო ჩადის ბრაზილიის ქალაქ რეციფეში, უნდა რომ წარსული პრობლემები დაივიწყოს და მშვიდად იცხოვროს. მაგრამ თანდათან ჟღავდება, რომ მარსელოს წარსული ცხოვრება სადაზვერვო სამსახურთანაა კავშირში და ამჟამინდელი სახელმწიფო მმართველობის ფონზე udardeli ცხოვრება არ გამოვა. საერთოდ სიტუაციაში ზუსტად გარკვევა არაფერ გამოგივა, თუ იქაურ 70-იანების პოლიტ-ვითარებას ზედმიწევნით კარგად არ იცნობ. მაგრამ აუცილებელი ეს საერთოდ არაა. აპირიქით ბუნდოვანება ეხმარება კიდეც და თავისებურ ხიბლს ზენს სურათს. ეს აღწერა შეიძლება ჟღერდეს როგორც თრილერი ან 40-50-იანების ამერიკული კინონუარის სინოფსისი, მაგრამ შორს ვართ. ესაა 3 საათიანი გაწელილი ნელი ფილმი, სადაც გგონია რომ არაფერი არ ხდება და ფილერი ეპიზოდებითაა გატენილი. მაგრამ საიდუმლო აგენტს აქვს სული და ატმოსფერო. ატმოსფეროს სიტყვა კი ძალიან მიყვარს, რადგან მისი ახსნა არ შემიძლია. არ ვიცი როგორ ახერხებს კამერა ჩაგითრიოს და გადაგიყვანოს თავის რეალობაში. მერე სულ ერთია, შეუძლია კედელზე საღებავის შრობას გაყურებინოს და არ მოგწყინდება. თუმცა ეს რეალობა არ არის მთლად ჩვეულებრივი, უფრო მაგიური რეალიზმის ნაშრომს გავს. ლათინური ამერიკა ისედაც ხომ სამშობლო ამ ჟანრის, მართალია, ბრაზილია ამ მხრივ მთლად ტოპ 5-ში შესაყვანი არაა, მაგრამ სამხრეთ ამერიკული სისხლის კმარა. და რაში გამოიხატება ეს მაგია? მაგალითად ფილმში ხვდებით მოჭრილი ფეხის ისტორიას, რომელიც თითქოს არის დამოუკიდებელი არტ-ჰაუს ნამუშევარი, რომლის ეპიზოდებიც ამოჭრეს და სხვადასხვა ადგილას ჩააკერეს საიდუმლო აგენტის კინოფილმზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ამოვარდნა და გულის აჩქარება გვხვდება, მაინც მთელი ფილმი არის ნელი და ხვდები, რომ ყველა ვერ გაუძლებს და ვერ იკაიფებს მოკლედ. მაგრამ მოწადინებულთათვის ეს იქნება ჩემი ნომერ პირველი რჩევა. ამით კი ვიდეო სრულდება, გამიზიარეთ თქვენი რჩეული ნამუშევრები, ასევე რაში მეთანხმებით, რაში არ მეთანხმებით.
მე კი რა თქმა უნდა მოგიწოდებთ რომ ვიდეო დალაიქოთ, არხი გამოიწეროთ და თუ გეიმინგიც გაინტერესებთ, ჩემს მეორე არხსაც გადახედოთ ცალი თვალით.